ვინდა რაოდენობის ქონება გადასცა სახელმწიფო საჩუქრად 2008 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება დაინტერესდა აგვისტოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში კერძო სექტორის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონებით, რადგან ამ პერიოდში როცა ბიზნესი ისედაც განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს, საეჭვოდ მიიჩნიეს საკუთარი ნებით საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემა. Როგორც ირკვევა, ყველაზე მსხვილი მჩუქებლები კომპანიები გუდვილი და ტოიოტა აღმოჩნდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მანქანები, მოტოციკლები, ცხენები, ცეცხლსასროლი იარაღი და ლიფტები უსასყიდლოდ გადასცეს. წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით იურიდიული პირებისგან ჩუქების წესით სახელმწიფომ მიიღო 21 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება. აქედან უდიდესი ნაწილი დაახლოებით 19 მილიონ ლარი მოდის ეკონომიკის სამინისტროზე, ხოლო ეს ნაჩუქარი ქონებების დაახლოებით 90% არის ავტომანქანები, დაახლოებით 152 ერთეული ავტომობილი. ავტომანქანების უდიდესი ნაწილის მჩუქებელი კომპანია გუდვილი 59 ერთეული ავტომობილით, რომლის ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არჩებოდა, ეს ნაწილდებოდა სხვადასხვა